გამარჯობათ პატივცემულებო, მოგესალმებით ყველას. პირველი ეთერი ამ ახალ წელს ნამდვილად ამ შობის შემდეგ. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მიულოცავთ ჩვენს ფართო საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას, შობასა და ახალ წელს. შობის ძალა და მადლი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი და მთელი ქვეყნისა. რა თქმა უნდა, მიულოცავთ ჩვენს სასულიერო და საეროს ყველას აბსოლუტურად ჩვენს პატრიარქს სნეულებს საავადმყოფოში მყოფ პიროვნებებს აუცილებლად და პატიმრებს მიულოცავთ ჩვენ აი ამ შობა ახალ წელს უსურვებთ მხნეობას, ჯანმრთელობას, გენაცვალეთ უფალმა იესომ ის არ ბრძანა თუ ვინმე სამართლიანად ზის და კუთვნილად არ მოიკითხოთ. არა ბატონებო, ყველა მოსაკითხია, ყველა საზრუნავია. რომ არაფერი თქვათ, იქ უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებიც მართლა, რომელთაც დანაშაული არ უმტკიცდება და კვლავ საპატიმროებში ბრძანდებიან. მოკითხვა მათ და დიდი მილოცვა მათ. ვეტერანებს, ჩვენს ჯარს რა ვიცი ჩამოთვლა შორს აგვიყვანს. ერთი კი შეიძლება ითქვას დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფებით ტრადიციულად ბატონი ოთარი ჭითანავა და მე ბექა თაუბერი კაპანაძე. უპირველეს ყოვლისა ჩემო ოთარ ასეთი საკითხით შეიძლება დაისვას ხო თითოეული ჩვენთაგანის ჯერ ფიქსსა და გონებაში მე საჯაროთაც აი რა გვაქვს სათქმელი ამ ახალ წელს რაიმეთი განსხვავდება ეს სტარტი ახალი წლისა იმ წინა წლებისაგან რაიმე მოხდა დაიწყო ისეთი რამ რომ აი სასიკეთო ქვეყანაში შეიმჩნევა რამე ნიშნები არის ძალიან ცუდი ისაა რომ საკმაოდ სკეპტიკურია დამოკიდებულება და რა ვიცი უარყოფითია პასუხი უარყოფითია ის საჯაროდ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის რომ სასიკეთო ნაბიჯების გადადგმისაკენ არათუ თავს იკავებენ ან არ შეუძლიათ თუნდაც თორემ მე მათ შესაძლებლობებზე არაერთ გზის მithქვამს რომ დილეტანტური სულისკვეთებაც მეფობს მათში. უბრალოდ სურვილი არ გააჩნიათ შესაბამისი, რომ ეს გააკეთონ. უფლის შობასთან ერთად დაიბადა სინანული აი იქ უმეტესწილად სადაც უნდა დაბადებულიყო. გაჩნდა განცდა იმისა უფლის შობასთან ერთად, რომ უფრო მეტი საღია აზრი და სწორი დამოკიდებულება განვითარდა ჩვენში და უფრო მეტად იქ სადაც უნდა განვითარებულიყო. იცით, ან გულის ტკივილი დაიბადა ოთარ ყველაფერი იმის გამო, რაც მე თავისებურად სინანულსაც შობს, მაგრამ აი იმის გამო, რაც განვითარდა წინა წელს, წინა წლებში საერთოდ, ხო? და რაც კიდევ გრძელდება მეტნაკლებად. გარეჯი რომ საერთოდ ხსენებაში არ არის და ქვეყნის პოლარიზაცია ხელს უწყობს კიდევ ისინი ვინც უწყობენ აი ამის მიმართებაში იშვა ჩვენში სწორი საღი დამოკიდებულება საყალწლო განწყობაც არ იყო ქვეყანაში ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო მე არ გულისხმობ ახლა ძლიერებს ამ ქვეყნისათა კაცო მათ არ მეაჩნიათ არც ცა და არც დედამიწა არაფრად მაგრამ ან თუნდაც კონკრეტულად ქიმიური ნივთიერებები რომ გამოიყენეს საკუთარი მოსახლეობის მიმართ ამის შესახებ სწორი დამოკიდებულება საღი აზრი არსებობს დაიბადა ჩვენში აი იქ სადაც უნდა დაბადებულიყო კანონი კრძალავს უშუალოდ რომ აბსოლუტურად არც ერთი ქიმიური შენაერთი არ უნდა შეერიოს აი იმ წყალს რომლითაც ცდილობ
მიტინგი დაშალო. ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ექსკურსით მე არ მინდა ეს პირველი გადაცემა ბატონოთა რომ აი ვაინც დამამძიმებელი იყოს, მაგრამ რა შევამსუბუქო, როდესაც ისედაც მძიმე ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. პატრიარქი ბრძანებს ხოლმე წეხანო ახსენეთ პატრიარქი მას დაბადების დღეც ჰქონდა 93-ის გახდა ჩვენი ლეგენდა ადამიანი და ულოცავთ უფალმა ჯამთელი სიცოცხლე მისცეს. იხარებდეთო ეს წმინდა გარდამუცემა იხარებდეთ ორთავ სოფელსა შინაო პატრიარქი ესე თავის ქადაგებებში ესე მოძღვრავს ხოლმე ეს კარგად არის შემეცნებული რას ნიშნავს ორთავ სოფელსა შინახარება როგორ ფიქრობთ ჩვენ ასე ვთქვათ განსხვავებული სიხარულებია შინაარსობრივად თვისებით იქ როგორც უფალთან თანამყოფობით და ისე რომ ენა ვერ გადმოსცემს ხომ უფალთან თანამყოფობის დიდ სიხარულს გაიხარებს ადამიანი იმისგან ძირეულად უნდა განსხვავდებოდეს ის სიხარული რაც წუთისოფლად ყოფნის პერიოდში ჩვენ დრო და ის გვეძლევა არეალი რომ შესაბამისად ასე ვთქვათ უფრო სწორად შეუსაბამოდ უნდა ვიხარებდეთ აი სწორედაც წუთისოფელში სიხარული უნდა იყოს თანაზე არის უფალთან ყოფობის სიხარულისა აქ ისე როგორც ჩვენ გვინდა ისე როგორც ჩვენს სხეულს იამება ისე როგორც ხლაპუშკებზე ეგრეთ თქვენ სენაზე ვსაუბრობ იციან ვისაც მივ ხლაპუშკებზე ნადირობთ და ავტომატების კაკანი ისმოდა აქა თუ იქ ახალ წელს და გასაგებია ვინც ისროდა ეხლა აბა ჩვენ გაგვეფიქრა კიდევაც ამის გასრულა და ყველა ნათელია სადაც ამოყოფთით თავს აი ამ ყველაფრის ასე ვთქვათ შეჯამებით მინდა გითხრათ პატივცემულებო ჩვენო რადიო მსმენელებო ჩვენო ტელემაყურებლებო რომ ჩვენი ერთსულოვნება აი საზოგადოება მთლიანად თეთრის და შავის გარჩევას უფრო მკვეთრ ფერებში და მკვეთრად განათუ აპირებს უკვე დაწყებული აქვს აი ეს ნაბიჯები რომ თითქოს დაანონსეს გაძვირება ყველაფრისა ეკონომიკურ კუთხით რომ წავიდეთ და თითქოს რაღაც ნაწილში შეჩერდა და ეს ბედნიერებაა ჯერ ერთი არაფერი არ შეჩერებულა მრავალი რამ გაძვირდა მაგრამ არის რაღაც სეგმენტი იქ პროდუქციის ნაწილი თითქოს სადაც შეიძლება გქონდეთ სათქმელი რომ აი და რომ არ გაძვირდა და ისევე ის ძვირი დარჩა რასაც მანამდე ვერ იხდიდა მოსახლეობას ეს ბედნიერებაა და მადლობა თქვენ აი გარეთ მიმდინარე მოვლენებზე წეხანავ საუბრობდით ვიცით რომ მარტივად არაფერი მიმდინარეობს ტენთის სუნიც კარგად იგრძნობა დრამატიზირება მოვლენებისა ჩვენ ვიცით რომ გემები დაატყვევა რუსეთის გემები დაატყვევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ერთ-ერთი ჰეგემონია სანქცირებული გემები დაატყვევეს და მიუხედავად აქედან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აქედან ხვეწნამოდ არისა, რომ აი ეკიპაჟი დაგვიბრუნეთ, მათი პასუხია, რომ ეკიპაჟს ისინი ჩაიყვანენ იქ, სადაც საჭიროა და იქ გაასამართლებენ. ასევეა საუბარი იგივე მადუროზე. წეხან აღნიშნეთ კიდევ სენატორ გრემის სიტყვა, ხო? იქ ირანშიც დაძაბულობაა, ხო, რომ აი თუ აიათოლა გაისვრის მოსახლეობის მიმართ მას გააუვნებლებენ, ხო? მას მოკლავენ, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი დრამატიზირებულია ჩვენს გარშემო მყოფი ვითარება. ამათი პრობლემა ხშირად გვითქვამს ოთარ. განა ის არის, რომ მათან ჩრდილოეთის ვექტორს არიან ჩაბღუჭებული, ან დასავლეთიდან დიდი ხანია ჩახსნილები არიან, ან აღმოსავლეთის, ან სამხრეთის. ესენი არიან ჩაბღუჭებული თავიანთი მერკანტილურ თავიანთ სიმდიდრეს და აი ამ ფუფუნების და იმ ნობა ასე თქვა დოვლათის დაგროვებას, რაც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, მეგობრებო. რაც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს.
დღეს რამდენი პატიმარი ყავს ოთარ ქვეყანაში როცა ჩვენი პროცენტულად ჩვენი მოსახლეობა აიტანდა მხოლოდ ალბათ 6-7,000 მაქსიმუმ ეს დათვლადია ყველაფერი და ჩვენ ამ დროს სააკაშვილის პერიოდი რომ გავიხსენოთ 48,000 იჯდა პატიმარი და დღეს 100,000 პრობაციონერი დღეს 47-ია პატიმარი 47,000 ნუ არის რაიმეთი ნაკლები იმ დროებასთან შედარებით კარგით წავედით იმ პოლიტპატიმრები იყო თიძე ჩამოსათმელი პოლიტპატიმრები სააკაშვილმაც კაცო 200 კაციაო და 200 კი არა 1000-ობით გამოუშვეს მე პოლიტიკური ასე ვთქვათ სარჩულით დაკავებული და ეხლა ესენი რა სიტყვიან ამათი სიტყვა რა გვინდა ჩვენ არ ვიცით რომ იქ უკანონო ზიან მრავალნი და ისინი ვინც ზიან გასაგებია შეიძლება კარგით წამოვედით ნარატივზე რომ კრიმინალი გაიზარდა ქვეყანაში და აბა რა ვქნათ ბატონო მათ წესრიგს ვიცავთ კანონს აღვასრულებთ და ვაკავებთ მეგობრებო ჩვენს ტელემაყურებელს მივმართავ და რადიო მსმენელს კრიმინალი თუნდაც არნახულად გაზრდილიყო აი ამ ბოლო ხანებში ხო მათი ფეოდალიზმის ხანაში ეს ვისი ბრალეულობაა ვისი პასუხისმგებლობა ეხსნებათ პასუხისმგებლობა მათ ვინც თავის დროზე პრევენცია პროფილაქტიკას უნდა მიმართონ რასაკეთებს სხვადასხვა სამსახურები ბატონებო რა ვითარებაა ქვეყანაში მოტივატორი ხომ ყველაფერს გააჩნია კრიმინალად არავინ არ იბადება ბატონოთარ ბრძანეთ თუ შეიძლება თქვენ გააქვთ რა თქმა უნდა არაერთი სათქმელი და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს მინდა ყველას მიულოცო ახალი წელი და ვისურვოთ ამ წელს რომ ბევრი პრობლემები რომელიც გასულ წელს გაუჩნდა ქვეყანას ეს დაგვეძლიოს და ქვეყანა უფრო ძლიერი უფრო წარმატებული ყოფილიყოს რაც მართლაც თითოეული ქართველისთვის იქნება სასარგებლო და ეს ასეც უნდა მოხდეს ჩემი აზრით წელს იქნება ძალიან ბევრი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაშიც მათ შორის არა მხოლოდ მსოფლიოში რომელსაც როცა ვხედავთ რომ ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია ძალიან რთული წელი იყო უნდა ვაღიაროთ წინააღმდეგობებით სავსე წელი იყო რომელმაც ძალიან ბევრი კარგი გულანთებული პატრიოტი დავკარგეთ გასულ წელს მართლაც საოცარი ხალხი წავიდა ჩვენგან პოლიტიკურადაც ძალიან რთული წელი იყო და აღნიშნეთ კიდევაც რომ მართლაც პროტესტი თითქმის მთელმა ქვეყანამ მოიცვა აქ და არ ცხრება დღემდე და პოლიტიკურადაც მართლაც იმდენად რთული იყო რომ მე ვერ ვიხსენებ მაგალითად საქართველოს უახლოეს ისტორიაში ამდენი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანს და ასე გამკაცრებულ კანონმდებლობას პროტესტანტების წინააღმდეგ. ეს მართლაც ცუდია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა და ამისთვის მართლაც აუცილებლად მისახედია ჩვენ ასევე ყურადღებას მივაქცევდით ალბათ იმას, რომ რაც ხდება ჩვენ მიწებთან დაკავშირებით კულმინაცია იყო ის, რომ ეს არაბული კომპანია შემოიყვანეს გასულ წელს საქართველოში და რომ აპირებენ რაღაც აი ამ პროექტს, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის დამღუპველი, ამის ხორჩესხმას და ამის განხორციელებას, ამ პროექტის განხორციელებას, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას ჩვენმა ხალხმა. რა ვიცი, ძალიან რთული არის ამაზე საუბარი, ასევე ითქვა ის, რომ ფასები შემცირდება ქვეყანაში, შეიქმნა კომისია, რომელიც სამწუხაროდ არაა დაკომპლექტებული იმ ხალხისგან, ვინცაც გააზრებული აქვს ეს კარგად, მეცნიერულად, ეს
ფასების მართლაც უკონტროლო ზრდა, რომელსაც ვაკვირდებით, არა მხოლოდ გასულ წელს, წლებია უკვე ჩვენი პარტია ამაზე საუბრობს და მართლაც მისახედია ამ პრობლემისთვის და ეხლა შეინიშნება ფასების ცვლილებები, ოღონდ არა იმისკენ, რომ ფასები შეიძლება დაიწიოს, მაგრამ შეგვიძლია შევიდეთ დღეს მარკეტებში და დავინახავთ, როგორ გაიზარდა ფასები. კარაგზე, კვერცხზე, რძეზე, ზეთზე, იმის ნაცვლად რომ დაკლებულიყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაანონსა ფასების ცვლილებები, გავიდა უკვე მესამე კვირა, შექმნილია კომისია. უბრალოდ ჩვენ არ გვახედებენ რა ხდება ამ კომისიაში, როგორ მუშაობს. ფაქტია, რომ ვხედავთ ფასების ზრდის ტენდენციას და არა კლების. და ეს არის ძალიან ყურადსაღები და იქნება ამას მიხედონ და რაღაცნაირად და მძიმე ტვირთი ჩვენი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, გაუსაძლისი პირობებია ახალი წლიდან ასევე გაიზრდება, როგორც გითხეს 29 დეკემბერს დაანონსდა, რომ გაიზრდება დენის ტარიფები. გარდა იმისა, ეს ინტერრაოს ვალი აწვება ქვეყანას და ეს უნდა გადაიხადოს 155 თუ 9 მილიონი დოლარი 2028 წლამდე საერთაშორისო არბიტრაჟი მოგვიგეს რუსებმა, ასევე გადასახდელია NK-ს ვალი 400 მილიონი დოლარი. პრაქტიკულად ბიუჯეტის 5% უნდა წავიდეს აი ამ ვალების გასასტუმრებლად იმ შეცდომების გამო, რომელიც დაშვებული იქნა ჯერ ამის წინა ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ქართული ოცნების პირობებში. ასევე რთული ვითარება იყო და ამის გაგრძელება დღეს ჩვენს რეგიონში, მთლიანად და მთელ მსოფლიოში, როცა ვხედავთ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ახალ წელს უკვე პრაქტიკულად ორი რეჟიმი არის შეცვლილი. ვენესუელაში ჯერ და ეხა ირანშიც უკვე დღე-დღეზე წუთი-წუთზე არ ვიცი, ისეთი გამოსვლებია, რომ ძალიან ღია შიდა აფეთქების ფაზაში შევიდა სიტუაცია ირანში და საერთოდ 1999 წლიდან დღემდე 11 რევოლუციის მცდელობა იყო ირანში და ეს მე-12 მცდელობაა და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება უკვე ირანელი ხალხის სასარგებლოდ. რუსეთი უკვე მეორე მოკავშირეს კარგავს პრაქტიკულად ამ ბოლო 10 დღეში ახალ წელს ძალიან ცუდი წელი დაიწყო რუსეთისთვის. ვენესუელაში რაც მოხდა ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ვენესუელა ქვეყანა, რომელიც არის ერთ-ერთი უმდიდრესი 305 მილიარდი ბარელი ნავთობის მქონე ქვეყანა, რომლის მარაგები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. 250 მილიარდი ბარელი აქვს საუდის არაბეთს და ბევრად უფრო 4-ჯერ ნაკლები რუსეთის ფედერაციას. წარმოიდგინეთ, ახლა ამ მარაგებზე პრაქტიკულად თავის მოკავშირეებს მაინც დააკმაყოფილებს ამერიკა და უკვე საუდის არაბეთი ვერ შეძლებს ნავთობის ბაზარზე თავის წესებით, ესე იგი, მანიპულაციებს და ძალიან მაგრა შეზღუდავს ამით რუსებს. ისიც თქვით კიდევაც, რომ ორი გემი არის დაკავებული, რომლებიც არის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი. რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს 200-ზე მეტი გემი ყავს, ბევრი არის აფეთქებული, გუშინ ააფეთქეს, ესე იგი, შავ ზღვაში უკრაინელებმა და რუსეთის გემი იყო, ეს ისევ ტანკერი იყო ნავთობის მზიდის, რომელმაც შველად ხოვა თურქეთს და თურქეთმა ის თავის ნაპირებამდე მიათრია. ეს მართლაც ძალიან საგანგაშოა რუსებისთვის, იმიტომ რომ რუსები ვერანაირ რეაგირებას ამაზე ვერ ახდენს. ჯერ იყო და წლების განმავლობაში მას ჰქონდა ღია სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ვენესუელის ხელისუფლებასთან, როცა მილიარდები აქვს რუსეთს დახარჯული ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების აღჭურვაზე, სახმელეთო საზღვაო
ყველაფერი რითიც არსებობდა ვენესუელის თავდაცვის სისტემა არის აცოცხლებ და რუსეთს ზარია და იქნებ შემოუშვათ ზარი ეთერში გისმენთ გამარჯობათ ბატონო დიახ გისმენთ გიძულეთ ფასების კლებას პროდუქტებზე ფასების კლებას რაც შეეხება ეს არის 13 წლის განმავლობაში მორგი ტყუილი მე არ ვიცი მორგი ტყუილია ფასების კლება ეს 13 წლის განმავლობაში ეს მორგი ტყუილია და კიდევ რამდენი ტყუილს დაგდებიან არ ვიცი ეს არის აბსოლუტური ტყუილი ეხლა მე რამდენი ჩარჩი და პენსიის შესახებ 20 ლარი რამდენი პროცენტი იქნება 350 ლარის 20% არის 20 ლარი არის 6%. დაახლოებით. თვითონ 1400 ლარი მოიმაგოს. არ ეცხენიათ ბოლოს და ბოლოს. არა ეცხენიათ. გავუხმეთ ხუჭები, გავუხმეთ, რაც ჩვენ ფული შეგვაქვს. ბიუჯეტში ფული შეგვაქვს და ჩამენ ჩვენ შენათან ფულებს. ხუჭები გავუხმეთ, ამინ. ზარისთვის მადლობა სიტყვა ამინს მართლმადიდებელი ადამიანები ლოცვის ბოლოს ვამბობთ ხოლმე და როცა ვლოცავთ როცა ვილოცებით როცა ვადიდებთ ბოდიში მინდა მოგიხადოთ ესენი შეიძლება მაგ თქვენს ვერდიქტზე უფრო მეტ სიმსახურებდნენ მაგრამ მაინც შობის ძალა მადლია თუნდაც ჩვეულებრივი რიგითი დღეები იყოს მოვერიდოთ მით უმეტეს და წყევლას და ასე შემდეგ თორემ რა თქმა უნდა გეთახმებით რომ იტყუებიან კვლავ მოიტყუებიან აბა როგორ ეხლა უღალატებენ თავიანთ არჩეულ გზას ზარია ეთერში მოგზავნით გამარჯობათ ხოადა გადარო ფილარმონიაში თუ არა ჯადრაკის სასახლეში მაინც შეიკრიბნენ ეროვნულ პლატფორმაზე ხუთი ხალხი რომ უკეთესად ხლას იმიგენ რომ რა უსწორენ ამ ქვეყანას თორემ მასწავლებლები და ჩვენი უკვე მე მგონი საკმარისია რა დიახ კიდევ გაქვთ რაიმე სათქმელი გენეცვალე არა მადლობა ზარისათვის მოგვილოცნია თქვენთვისაც შობა ახალი წელი ფილარმონია რასაც იტევს 10 ჯერ და 20 ჯერ მეტ რაოდენობას ველოდებით არა დღეს და ხვალ მაგრამ არც საშვილიშვილოდ საზოგადოება თეთრს არქმევს და შავს უკვე დაიწყო ეს პროცესი ვისაც წყალი ქონდა პირში უკვე სხვაგვარად გამოიყურება ჩვენ დავდივართ საზოგადოების წევრები ვართ და შუშის სასახლიდან არ უყურებთ არაფერს და არც ღამით გამოვდივართ რომ იქ რაღაც საცობს მოვერიდოთ შუაღამით და არც პატრული წმენს ქუჩას და გადაამისამართებს მანქანებს როცა ჩვენი მანქანებით მოძრაობთ ასე რომ საზოგადოებაში ჩვენ როგორც საზოგადოების წევრებს შვილებს გვაქვს ურთიერთობა და აი ეს ტენდენცია მართლაც ძალუმად და ძლიერად შეიგრძნობა და რაც შეეხება უთარეს რაც ბრძანეთ აი იქ მადუროზეც ჩვეულებრივად მიყავთ უნდა გაასამართლონ არც ერთზე, არც მეორეზე, არც მესამეზე, ხო, აი როგორ გითხრა, ირანი აქვეა და ირანისა და რუსეთის ურთიერთობები ვიცით ჩვენ. რაც განსხვავებულია რუსულ-თურქული ურთიერთობებისა. სწორია. ვერ პოზიციონირებს აქაც. თავარი მოთამაშე რეგიონისა. მე აღარ ვამბობ სოფლიოში, ნუ ჰეგემონი როცა ითქმება ქვეყანაზე, ის მასშტაბურადაა ჰეგემონი. მაგრამ ამ რეგიონში ვეღარ პოზიციონირებს, ხომ? აქ შეიძლება ზარია ეთერში მოგზავნოთ. გამარჯობათ. გამარჯობა, გილოცავთ თქვენს და ცდილობთ საქართველოს. გაიხაროთ. თქვენ ოდო დემოკრატიაზე ამოთ, ესენი დემოკრატები არიან. გადმოველი ლოტკინზე საუბრიდან მოიკითხე და აღმოაჩინა ბიბლიოთეკა საუკეთესო შენობა
საუკეთესო პერსონაჟი. გაზეთი არცავალის შეტანის უფლებას არ აძლევენ. აბა ეს არის დემოკრატია, გაზეთის შეტანის უფლებას არ აძლევენ. ბიბლიოთეკაში არ აძლევენ შეტანის უფლებას, უკაცრავად. ბიბლიოთეკაში? დაუწიეთ ტელევიზორს და უფრო კარგად ვისაუბრებთ. ანუ ბიბლიოთეკაში ვერ შეავთ გაზეთი ასე გამოდის. ბიბლიოთეკაში შევდივარ, მაგრამ გაზეთი ვიდა წავიკითხო და არ არის გაზეთი. ხო, ანუ ბიბლიოთეკაში არ შეუტანიათ გაზეთი და უფლებას არ აძლევენ, ეს ბრძანეთ? დიახ. გასაგებია. მე იმ დაწყვეტილ გეტყვი არის ქართველი ეკიპაჟი. ქართული ეკიპაჟის კაპიტანიც ქართველი. დიახ, იქ არა მარტო ქართველები, რა თქმა უნდა. სამწუხაროა, 6 ქართველია, 1 კაპიტანი ქართველია. კი ბატონო, სამწუხაროა ნამდვილად. უნდა ცოდნოდათ ხო რასე დარჩენილ ეკიპაჟსაც და ქართველებს მით უფრო უსურებთ ჩვენ უმტკივნეულოდ განთავისუფლებას. დიახ, გისმენთ. მე კიდევ დავით გაიგზავნია თუ ლაპარაკობთ მაგრამ აი ახლა წყალმომარაგება გიცხადებს რომ დღეღამეში ადამიანი ხალხს 250 ლიტრი წყალს 6000 კაციო ჩახოცა საჰაბასმა იმ 6000 დღეში ხო 1 ლიტრი წყალი მაიცხობოდა დღეღამეში ის წყალი საიდან მიდიოდა არის ეს საკითხი არის საინტერესო ეს მამკოდადან მიდიოდა ეს წყალი დიახ, წყალს მოიპოვებდნენ წმინდა ბერები. მოიპოვებდნენ უდაბნოა იქ და უდაბნო ქვია. მე იქ ვიმუშავე 8 წელი სოფელში. იქ კიდე რაღაცა სხვა მოხდა და ხდებოდა იმ სოფელში. მე კიდე შემილია მაგაზე ახლა ყველაფერს აქ ვივიტყვი. ხო, გასაგებია კი. დიახ. დიდი მადლობა. დაამატეთ კიდევ თუ რაიმე გნებავთ და დიდი მადლობელია. დაიხარეთ მოლოცვისათვის მადლობა ჩვენს გილოცავთ. რაც წყალს ეხება იქ უდაბნო ჩიჩხიტური მთლიანად ეს კომპლექსი დავით გარეჯისა იყო ჩვენი დღეს აღარ არის ჩვენი სამწუხაროდ, მაგრამ იქნება ჩვენი. სრული დარწმუნებით გეუბნებით, ოღონდ არა მხოლოდ საუბრებით, არამედ კონკრეტულად იცით მე წეხან კითხვა დავსვი ოთარ. დაიბადა უფლის დაბადებასთან ერთად. სურვილი თუნდაც ამ თემებზე საუბრისა? კარგი გავიგეთ რომ არ გვინდა ეს და გვინდა ევროპა და აი ევროპა და ევროკავშირი და ჯერ ევროკავშირში სიმართლე გითხრათ არავინ არ ცდილობს ჩვენს მიღებას. და მით უმეტეს იმ ფორმაში, რა ფორმაშიც ამდენი წელია გამოიყურება თავისი მართლწესრიგის ინსტიტუციებით, თავისი სასამართლო ინსტიტუციებით თუ ასე შემდეგ. მაგრამ ახალგაზრდობის გასაგონათაც იცით, ვერც ევროპა ვერ დაგიბრუნებს გარეჯს, პატივცემულო ჩვენო უნიჭიერესო ახალგაზრდობა. ვერავინ ვერ დაგიბრუნებთ გარეჯს, თუ ხერხემლიანი ხელისუფალი ეროვნული ხელისუფალი არ დავსვით სათავეში და არ იპოზიციონირა ხალხის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. დიახ, თორე აგერ ფაქტი ჯიუტია, რამდენი ხანია ჩვენ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები. პირიქით, ზოგიერთმა დასავლურმა მონსტრებმაც მიიღეს მონაწილეობა ჩვენ რომ ტერიტორია დაგვეკარგა. მაგრამ ვითარება იცვლება, პოლიტიკა რა არის? გველის ხრელიდან ამოყვანა ენატკბილით მოუბარით, ხო, როგორც რუსთველი ბრძანებს. არა ლაქუცით და კუდის ქიცინით, არამედ ქვეყნის ინტერესების ადეკვატურად. ყველასთან იმ ზომის ურთიერთობა, საიდანაც გამოდნება სასიკეთო ჩვენთვის. ზარია ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგილოცავთ პირველ რიგში მშობლებს. სულიად საქართველოს და სულიად მართლმადიდებელ საქრისტიანოს. იცოცხლით. თითოეულ ჩვენგანის მფარველი ყოფილი იყოს და წარმართველი შობის ნადვი. იცოცხლით, ამინ. ცხოვრებისეული გზის. და ერთი კარგი ინფორმაციით მინდა გავიწყოს საუბარი. ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ იყო მქონდა, ხო? დამხელა ამბავი ატყდა პატრონას, მინდა პატრონას ხატირო დაბძან რომ იაგდენ პატრონა თავის ახალ მოგამვა და
ხალხმა ინაშინა სამის სტატაში ახლა ამბავი ატყდა რუსი წარმოშობის წმინდანის ხატი რატომ უნდა იყოს და ასე შემდეგ ხო აი რამდენიმე დღის წინ მე გავიგე რამდენიმე დღის წინ შეიძლება ეს кайხნის ამბავია და იცოდეს თქვენ მინსკში შენდება გაბრიელ ბერის სახელობის ტაძარი ეს არა ქართული ტაძარი არ იქნება იქნება სად შენდება უკაცრავად მინსკში კი ბატონო მინსკში გუმბაცია გამოსახული ეს ქართული ტაძარი არ იქნება ბელორუსული ტაძარი ეწოდება თუ რუსული ტაძარი კანონიკვალნი არ ვიცი როგორ უნდა თქვა მაგრამ ბელორუსში მინსკში შენდება გაბრიელ ბერის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი დიახ ეს იმას განსაკუთრებულად ვინც ეთნიკურად ყოფს წმინდანებს დიახ ხო ეს დიდი მადლობა კარგია ძალიან კარგია მადლობა უფალს და უნდა იყოს დიდი ურთიერთობა მეტი ურთიერთობა მართლმადიდებელ ერებს შორის რაც ქართველი სერბი უკრაინელი სერბი რუსის ერთი სივრცეა არ შეიძლება არანაირი ეთნიკური დაყოფა და აი ევროკავშირი რო ახსენეთ მაგრამ ევროკავშირში უამრავი მართლმადიდებელი ერია ეს ბულგარელი იქნება ეს აუცილებლად უნდა იყოს რაც შეიძლება დაახლოება ერთმანეთთან და მე ძალიან გამიხარდება თუ დავუშვათ რომელიმე თუნდაც ბულგარული თუნდაც რუმინული ორგანიზაციის წევრები ტრადიციონალისტები ჩაერთობიან თქვენს გადაცემაში ისაუბრებენ თქვენი იქით ჩაერთობით ისაუბრებთ და ერთმანეთს უნდა გავუაზრდიოთ ხო ხედავთ როგორ აძლიერებენ ერთმანეთს ეს ტროცკისტები ეს ალტეები და ევროპული საქართველოები და ასე შემდეგ ხო ჩვენს გავაძლიეროთ ერთმანეთი დაუდგეთ ბულგარელებს ტრადიციონალისტებს სერბებს რუმინელებს პოლონელებს იქაც არიან მართლმადიდებლები და კათოლიკეებიც არიან და ეს ტრადიციონალისტები არიან ის საწუნებრივად ჩვენთვის მიუღებელია მაგრამ არიან ჩვენი ახლობელები გაზია საუბარი ხო და ეს რამენაირად ამას თავი უნდა მოვალბათ რა და ეს პრობლემას უნდა შევეხო კიდევ რა ასეც ძალიან ცოტა საუბრობს რა უკვე რაც შეიძლება უკვე აი უკიდურესად მიჭირს უკვე ფულის დახურდავება რა აი 5 ლარიანის გადახურდავება მიჭირს უკიდურესად რა და ახლა რა ვამბობ ამას რა თანდათან ყველანაირად ცდილობენ ფული გააქრონ და გადაიტანონ ყველაფერი ბარათებზე და სადაც მიდის ეს ყველაფერი და დაბოლოება რაც იქნება ჩემს პროგრამის დაწუნებული ვარ რა ხო და აი ამაზე აი რაღაცი თუნდაც ამ მიმართულებებს უნდა გავერთიანდეთ მართლმადიდებლები თემის სამყაროში რომ აი არ გუნდა ეს ბარათები რა და ბარათს გაატარეთ კეშბექი გიბრუნდება არ გიხდეს რა ეს 20 თეთრის დაბრუნება თუ 50 თეთრის რა ძალიან ცუდი რაღაცისკენ მიდის ეს და რაღაც აი ამ მიმართულებითაც უნდა მოვიფიქროთ რა გაიხარეთ მადლობა ზარისათვის მაგ მოვლენებამდე ვუპასუხოთ ოთარ მე სულ რაღაც ერთი წინადადებით მაგ მოვლენებამდე ახლა რაც ბრძანეთ ბოლოს რაც ფულის ნიშნებს ეხება ჯერ ქვეყანაშია მოსაწესრიგებელი საქმე ქვეყანაშია დასალაგებელი და აი ეს ვითარება დღეს რაც გვაქვს სრული როგორ გითხრათ მხოლოდ სიცუდით მხოლოდ წალეკვით ემუქრება ინსტიტუციებს კი არა მხოლოდ საერთოდ თელერს თავისი ქაოსური მიგრაციული თუ ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი პოლიტიკით, რასაც კი ესენი აწარმოებენ და ხელი მოკიდეს. ამიტომ როცა ის 52 მუხლი რომ არის ჩვენს კონსტიტუციაში 1921 წელს მიღებული, აი ხალხის ხელმწიფობის აქტზე მაქვს საუბარი, აი რეფერენდუმი თქვათ ესე უხეშად, რეალურად როცა ხალხი გადაწყვეტს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფალს მოიყვანს სათავეში. მერე გააკონტროლებს სწორედაც ამ კონსტიტუციური ჩანაწერით და მას შეიძლება არათუ პრეზიდენტის, პრემიერის თუ ასე ვთქვათ, მერის უფრო არჩევით ორგანოებზეა საუბარი, გამოწვევა, არამედ კანონის უკან გამოწვევაც და იქნება რა თქმა უნდა კანონშემოქმედება საქვეყნო თარგზე მოჭრილი, საქვეყნო სურვილებს რომ უნდა პასუხობდეს სწორედ ისეთი, მაშინ ჩვენ ავირჩევთ თანაბარ ზომიერ ურთიერთობას, ეს ბულგარეთი იქნება, კვიპროსი იქნება, თუ ეს ორივე ქვეყანა გაყოფილია შუაზე. ბულგარეთში იქ ძალმომრეობაა თურქული. თურქული ფრაქციები არსებობს ბულგარეთის პარლამენტში.
კვიპროსზე აღარაფერს ვამბობ. ესეც შუაზეა გაყოფილი ბერძნები ბატონო იქით, აქეთ თურქები. ჩვენ ქრისტიან მართლმადიდებლებს ჩვენი აღმსარებლობა, ჩვენი რწმენა რომ გაგვაჩნია, ეს ძალდატანებითი თავს მოსახვევი არასდროს არ ყოფილა და ამას ქრისტე არ ქადაგებდა, რომ ძალით ვინმე მოგვერჯულებინა ჩვენ. ჩვენ ყველა აღმსარებლობას ვცემთ პატივს და ყველა ადამიანს ვთვლით მოყვასაც. არათუ მხოლოდ მართლმადიდებლისთვის, ნებისმიერი კონფესიის და აღმსარებლობის წარმომადგენლისათვის, მართლმადიდებელმა კაცმა რომ თავი დასდოს, ეს რა თქმა უნდა მოყვასისათვის თავდადებაა, იცით? ჩვენ დიფერენცირებას ნუ გავაკეთებთ დანარჩენი მსოფლიოსი, რომ რადგან მართლმადიდებელ სადაც არის ნაწილი, სადაც ცოდვა გამრავლდა, მადლი გარდაემეტაოდა, სადაც მადლად გამოჩნდა, იქ ცოდვამ შეჭამაო. ანუ ბევრი რამ არის საყურადღებო გეთანხმებით და რა თქმა უნდა პათოსში წამოყვებით თავისთავად. ოღონდ არსებობს იერარქიული და ეტაპობრივი საქმეები. ჩვენთვის აქტუალური დღეს გაცილებით სხვა რამ არის და ის რწმენა, ის პატივისცემა ეხლა ბულგარეთს როგორ გამოვექომაგებით აქედან, როცა თავზე გვექცევა ქვეყანა. ისე გეთანხმებით პათოსში. ზარია უთარდა თქვენ უპასუხეთ. ჯერ შემოვიდეს ზარი? დიახ, მოგესალმებით. გამარჯობა. ვილოცავთ ახალ წელს. ჩვენს ძალიან ახალი წლებია ამ ბოლოს. ქართველმა კაცმა საშონადოდ ვერ გავიხარეს. რასაც საჭიროა ისე, მაგრამ ახალი წელი მაინც რაღაც ახალი იმედებით გმოხტავს. სულით ხორცამდე ვარ შეძლული, იმიტომ რომ აგრარული ქვეყანა მივიღეთ. ხალხში უკვე აღარ არის мотивация და მოხდი იმის რომ იბრძოლონ ხალხმა თავისუფლებისათვის. ამას ვერ ხედავდა უკვე გული მტკივა ადამიანებო რა ვქნათ ბოლოს და ბოლოს ფიცრული ტექნოლოგიები ძალიან კარგი დარჩა და ეს კარგია მაგრამ ადამიანების გულებაზე ხომ არ მოქმედებს ნეტავი ასე რომ ასე ძებინდა ჩვენი გონება. ეს ხალხი ფუფუნებაში ბანაობენ და მე აი ახალი წელი დილაღად ვიტანე და ჩვენ თუკან კიდო ლაშქარია უამრავი ხალხის რამდენი ცენტრები და ცენტრალისტები და უკაზესები რომ მაინც ყველა გაჭირებაში ვარ. არ შეიძლება. მთავრობა ხომ ხედავ ძალმომრეობით ინარჩუნებს თავის ხელისუფლებას. ძალმომრეობით გეუბნებით მხოლოდ არსებობს გამოსავალი თუკი შეიძლება ეს გამოსავალი იყოს ხალხმა რომ ერთად დავდგეთ. ხალხი ჩვენ განაწილებული ვართ. მე მაგალითად დიდი კითხვა მისცემა და ექნება პასუხი ვინმე გამწეთ. რატომ ეროვნულად მოაზროვნე პარტია რომელიც თანამოაზრეთა გუნდს აერთიანებს რატომ ერთად არ დგანა? დავხოთ პატრიოტთა ალიანსი, დავხოთ ალტიფორსებიჭები. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიდგეთ. ვინ უფრო მეტს გამოიყვანს, ამაზე კავარი სასლაგარიკი. ზუსტად ახილევსკის ქუსლი მთავრობამ აქანე მონახა. ზუსტად აქანე და იქიდან დაგვიპყროს ჩვენ. ჩვენი აზრობრივი გონება მეტად უნდა განვითარდეს. ძალა არის გაერთიანებაში ხალხო. მაგრამ მართლა ვერ ვიყურეთ აი ქართველი ხალხი. ახლა თუ ფასებმა მეიმატა მაშინ წასვლან თავები ზღვაში გვისრულონ. ახლა რაღა მოსახვარი ხალხი ვართ. საჯვენი არ გნება სასმელი და წამალი და ექიმიდან მაინც ვერ ვხოცებით. აბა რა ვქნათ გამოსავალი საიდან? გავერთიანდეთ ნეფტი. მართალი ბრძანდებით. რამ გაერთიანების იდეაც მეტი დამაჯერებლობა ხალხო და მეტი გაიხარეთ ხალბატონო, გაიხარეთ. დიდი მადლობა თქვენი ჭირემეთ. უპასუხეთ ოთარ. ამის წინა გამოსვლას ხალბატონის წინა გამოსვლას მინდა უთხრა. ძალიან კაი ამბავი გითხრა რომ მინსკში ასე ეს ვიცოდით კი? დაძარი მამა გაბრიელის და ეს არის კიდევ ერთი აღიარება ჩვენი დიდი წმინდანის ადრე რამოდენიმე წლის წინ ტულის ოლქში რუსეთში მისი სახელობის ტაძარი აშენდა და მართლაც ეს ძალიან სასიხარულო ამბავია რომ თუნდაც ჩვენ
მრწამსის და რელიგიურ დონეზე ვიქნებით ასე დავახლოვდებით მაინც თუ სხვანაირად ვერ ვახერხებთ ამ ქვეყნებთან საერთო ენის გამონახვას ზარია და როგორ მოვიქცეთ ზარი შემოუშვათ თხოვნა იქნება რომ დიდი მონოლოგი არ იყოს თქვენი ჭირიმე თითოეული თქვენი სიტყვა გვაინტერესებს მაგრამ მაინც ჩამოყალიბდეთ ხოლმე კითხვაში გისმენთ მოგესალმებით ბატონებო მოგესალმებით ყველა დღესასწაულს გიროცავთ იხარეთ და იბედნიერეთ ჩვენც ასევე მადლობა მე მინდა ამ ქალბატონს გამოვეხმაურო ახლა ჩემთვინა გამოსვლას რომ ამბობდა რომ მოსახლეობაშიო მუხტი არ არისო რომ გამოვიდესო იმიტომ არ არის ქალბატონო მუხტი რომ აი ეს ნაციონალები და მათი სატელიტები რომ გამოდიან სულ და მიტინგებს ატარებენ ხალხს გონიათ რომ და მართლაც ასია რომ მიიწერენ თვითონ ეს ნაციონალები რომ გამოვიდეს ხალხიდან მაგენი მიიწერენ და ასე ამბობს ხალხი რომ მაგითო ამბობთ გამოსათორე ხელისუფლება განამოწონ მაგრამ ეს ხელისუფლებაც მაგით ისარგებლობს რომ აი ნაციონალები და მათი სატელიტები რომ არიან და აი ხალხში მუხტი მაგითომ არ არის რომ კიდევ მეორე მიიწერენ ეგენი მე მინდა ჩვენ თავრობას ვიმართო რომ ფულში რომ წებით სიცხვილი გქონდეთ რომ დაყავით პენსიონერები და 70-მდე ეს და 70-ის მაღლა ეს სიცხვილი გქონდეთ მე წერან ლიზა პესელავას გადაცემაში ვამბობდი რომ მე ჩემი ახალი წელი ჩემ სახში ვერ გავატარა იმიტომ რომ მე არ მქონდა სახსრები და სიცხვილი ასეთ უმადურ მთავრობას ოხის მოიყანა სათავეში მთავრობა მოსახლეობამ ჩემნაირმა ასაკოვანმა ხალხმა და ასე უფასებს ეს მთავრობა ეცოლერებს და მოვა თქვენი პროც გავა რომ აბა თქვენი ცხოვრეთ 368 და პლუს ბანკი გასმევდეთ ნახევარს აბა როგორ იცხოვრეთ თქვენ ხო ფებით ფუში და დიახ დიდი მადლობა ქალბატონო წინა გამოსვლელმაც აღნიშნა სწორედ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა და მართლაც ეს ისეთი თემა არის რომელიც მთელ ქვეყანას ეხება და ამიტომ მარტივი გამოსავალიც მარტივია ამ თვალსაზრისით 18%-იანი DGG უზრდის პირველადი მოხმარების პროდუქტებს ფასს და ხედავთ რა ფასები აქვს მართლაც მარკეტში სურსაც და ამიტომ რამდენი ხანია ვამბობთ რომ საერთოდ ეს 18%-იანი DGG არის მოსაშორებელი ამ პროდუქტებისგან, იმიტომ რომ ევროპაში მაგალითად ან საერთოდ არა DGG არც პურზე, არც კვერცხზე, არც ზედზე, არც კარაგზე, არაფერზე, ან თუ არის მაქსიმუმ 5%. ხო გამიგეთ, რაც არის პოლიტიკური ნება უნდა გააჩნდეს ხელისუფლებას, უნდა დაუძახოს ამ ქსელების მეპატრონეებს და უთხრას რომ არ შეიძლება 10-15%-ზე მეტი მაგალითად დაერიცხოს პირველადი მოხმარების პროდუქტზე. ესენი პირდაპირ ინვოისით შედის კარაკი, ლარნახევრად, ორლარად ზეთი და ეგრევე 100% არიცხავენ ზეთი. ნუ ეს არის უბრალოდ ძალიან ადვილად მოსაგვარებელი. არ ჭირდება ამას 2-3 კვირა, ამას რამოდენიმე ამ დროს შენ რომ აწარმოოთ არ, შენ არ შეგატანინებენ და თუ შეგატანინებენ აღარ გიღირს, რადგან დახლის ფასი ნებისმიერი რამ. აქაც თქვით რომ ჩვენ არსებობს გამოსავალი რომ თბილისში შემოსასვლელში და გასასვლელში რამოდენიმე ბაზრობა გაიხსნა, სადაც ჩვენი გლეხი თავის ნაწარს მოიტანს სახელმწიფო დაეხმარება მას. კი ბატონო, აქ არის გამოსავალი და გლეხს არ მოუწევს, ესე იგი თავისი მოყვანილი პროდუქციის გადამყიდველებზე მიცემა და მე როგორ რა ფასებში ყიდიან გადამყიდველები და ეს არა მომგებიანე ოფიციოზისთვის, ისტაბლიშმენტისთვის, რატომ მოიმოქმედა? სწორედ აი ამან გამოიწვია რა ხდება დღეს ირანში, რატო დაიწყო ეს პროცესი? კი ბატონო, სწორედ მოვაჭრეება დაიწყეს, იმიტომ რომ პირველად სურსაძე ფასები ირანში გაიზარდა 70%-ით. ეს იყო კატასტროფა. მოხდა ჰიპერინფლაცია. წარმოიდგინეთ, $1 არის 1,400,000 რეალი. ისე არის გაუფასურებული ფული. ყველაფერი დაიწყო, უნდა ვთქვათ, ეს ვაღიაროთ ირანში, აი ამ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით. იგივე მოხდა მაგალითად ვენესუელაში. რატო იყო ეს ხალხი ვენესუელაში უკმაყოფილო? ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იქაც ძალიან ბევრი სოციალური პრობლემები მოხდა, სანამ ეს მადურო იქნებოდა, მანამდე იყო
ჰუგო ჩავესი კლანური მართლობა სადაცაა ჰუგო ჩავესი რომელმაც აიღო ამ ფასების კონტროლი ეს ნაციონალიზაცია მოახდინა კომპანიების და იქ შემდეგ თვითონ გარდაიცვალა და ეს უვიცი და გაუნათლებელი პრეზიდენტი მოვიდა მადურო რომელიც 63 წლისაა და საშუალო განათლება არ დაუმთავრებია სკოლა დიპლომი არ აქვს უმაღლესი განათლების ეგეც ჩვენთვისაც ტკივილიანია და დიპლომს აღარ შევეხოთ ეს და ასეთივე გაუნათლებელი მთავრობა ყავს რომელსაც მოუსწრო მერე კრიზისმა და მერე მოხდა ის რაც მოხდა ხალხი გამოვიდა გააპროტესტა ეს ამბავი ძალიან მკაცრად ჩაახშო ეს წინააღმდეგობა მადურომ თავის დროზე სადაც 7 მილიონ ვენესუელს მოუწია ამის გამო ქვეყნის დატოვება და მთელი ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ეს ყველა სასამართლო ძალოვნები ყველაფერი თავის ხელში იყო სარი მოვასწროთ აბა შემოგზავდი დიახ გაასრულეთ წინადადება ყველაფერი საფუძველია აი ამ აჯანყებების და წინააღმდეგობების სოციალური პრობლემები კი ბატონო რომელიც არ მინდა ეხა შევაშინო საზოგადოება მაგრამ ეს ძალიან საშიში ამბავია და დროზე თუ არ მიხედა ამას ჩვენმა ხელისუფლებამ არ ვიცი აქ რა ამბები დატრიალდება ზარია და მოგზავდით აბა ზარი შემოუშვით ეთერში გამარჯობათ აი ერთი რამე მიკვირს ახლა მე ამ ხალხის რო გამოდიე და ამბობე გათითოთ კაცებულმა თუნდაც ხელისუფლება დაამარცხოს ისტორიას მაინც გადავხედოთ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი უყვარდა ინგლისს და ამერიკას მაგრამ მეტი დიდი ბოროტება იყო დასამარცხებელი და ამიტომ ერთად დადგეს და შემდეგ ისევე დაუფიესდნენ ერთმანეთს. როდესაც ვიდა ხელისუფლების დაღობა თვითონ კაცები დგინდა დაამარცხოთ თუ არ გამოვა ეგ ასე ასეთ ყოფაში ვიქნებს ასანამ ეს ხალხი ასე იაზროვნებს. ისტორია მაინც უნდა გევიგოთ ხო? ინგლისი და ამერიკა როგორ იტალია და მითო იყო გაერთიანებული საბჭოთა კავშირი და უყვარდა დამეტარი იკლავდა საბჭოთა კავშირის მაგრამ დაამარცხეს იმ მომენტში ასე უნდა გეიაროს ამ ხალხმაც აღარ გაიგონ ასე სათითაო დადგომილი ვერაფერს ვერ გააკეთებს კი ბატონო არ გაგზავნებოდეთ მადლობა ზარისათვის მოკლედ გიპასუხებთ კი იმ პასაჟში წამოყვებით და დაგეთანხმებით რომ გაერთიანებული ძალები ყოველთვის შედეგს მოიტანს ნებისმიერი მიმართულებით, ხომ? იცით რა მინდა გითხრათ, ჩვენ აქ ერთი პოლიტიკური ერთობა ვართ და შეძლების და გვარად გავერთიანდით. დახურული კარები არა გვაქვს. ყველას შეუძლია ჩვენთან საერთო ენის გამოძებნა, ვინც კი ამ ქვეყანას არ ანგრევდა და კვლავ არ ანგრევს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენთან ბრძანდებიან როგორც ახალგაზრდები, ასევე ზვიად გამსახურდიას იდეის ერთგული ადამიანები და ზვიად გამსახურდიას იდეას როგორ არ უნდა უერთგულო თუ ქართველი ხარ, ასეც დავსვავ საკითხს და მერაბ კოსტავას. და ის ადამიანები, რომელთაც ჩვენ პოლიტიკურად და ჩვენ არა, მაგრამ ვერავინ ვერ უნდა გაბედოს მათთვის პოლიტიკური ჩირქის ესე თქვა ტალახიანი გუნდის სროლა, რომ ის გინდა თუ არა იქით ნაცები ჯერ ვერ ხედავ ნაცები სადღა არიან, კაცო, ვინ არიან, სად არიან, რომლები არიან დამანახეთ ერთი. ან აქეთ დაუშვათ სხვა ფრთის წარმომადგენლები. არა ბატონებო, იქ დიდი უმრავლესობა დგას მამულიშვილი ამ გარემოებით უკმაყოფილო ქვეყანას რომ არ მართავს სათანადოდ ეროვნული ხელისუფლება და ეს რომ თავის ტყავზეც იწვნია თავის მეგობარზე, თავის ნათესავზე, თავის შვილზე და ასე შემდეგ, იცით? 48000 კაცი, 47000 კაცი პატიმარი ყავს. რომელი ნაცები რა პარტიული დიფერენცირება? აქ არის პოლიტიკური ერთობა, ვისაც სურდა, ბრძანდებოდა, ვისაც აღარ სურდა, აღარ ბრძანდება. ჩვენ ყველაზე მეტად ჭეშმარიტი ჩვენთვის, მაცხოვრებელიც და მაცხონებელიც. ჩვენი აღმსარებლობა არ არის იძულებითი და ძალდამტანებელი სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლებისათვის რომ გინდა თუ არა ეს რწმენა მიიღონ და როგორ ფიქრობთ ახლა ჩვენ ვის დავაძალებთ
აქ რომელ დაძალებაზეა საუბარი? გეთანხმებით, რომ ერთიანობა აუცილებელია, რომ დაიძლიოს ეს ძალიან დიდი გამოწვევები და ეს დიდი დილემა, თამამად შეიძლება ითქვას, რის წინაშედაც ჩვენ აღმოჩნდით. ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ სწორად აღნიშნეთ, გარდაგვეცვალა ჩვენ ახალ წლამდე, ჩემო უთან და ახალი წლის დღეებშიც, დიახ, გასულ წელს და ეხლაც და ჯერ ერთად ვიყავით, იმყოფებოდით რამოდენიმე პანაშვიდზე, დღესდღეობით ეხლა ერთი კარგი პიროვნება მართლა სათნო ადამიანი, ახალგაზრდა კაცი რუსთავში, მეგობარი ადამიანი არის გარდაცვლილი დავით ყაჭიური, მოულოდნელად დიდი ტრაგედია მოიხსენოს უფალმა და არის კიდევ უთფილეს კუთხეში ზემო იმერეთში, კონკრეტულად ჭიათურაში, ბიძა ის ჩემი, ბატონი ჯემალ ჩუბინიძე, ყველასთვის ნაცნობი და სასურველი პიროვნება და ისიც უფალმა მოიხსენიოს და ყველა ის ადამიანები, მეგობრებო, რომლებიც ოჯახის წევრი იყო ჩვენი, მეგობარი, მეზობელი თუ ასე შემდეგ და აი ასე ტრაგიკულად დაასრულეს, უფლის სავანე მართალთასა აი იქ დაევანოთ მათ სულებს. ჩვენ გვინდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვიმუშავებთ და არ დავზოგავთ ჩვენ საკუთარ თავს ის რაც შეგვეძლება ჩვენი ქვეყნისათვის უპირატესად და უპირველესად რა თქმა უნდა და ჩვენი ქვეყნისთვის რომ კარგს გავაკეთებთ, ჩვენთვისაც ხომ კარგი იქნება ბატონო, თარაბა რა იქნება. გემშვიდობებით, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით. კარგად ბრძანდებოდეთ.